19 ივნისიდან ბათუმი თბილისის მიმართულებით ღამის მატარებელი აღარ იმუშავებს, როგორც ცნობილი გახდა ღამით არც დედაქალაქიდან შესრულდება რეისები. საქართველოს რკინიგზის ამ გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის გაურკვეველია. ბათუმის რკინიგზის სადგურის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ მიუღიათ. სადგურის ერთ-ერთი მოლარე კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ტურისტული სეზონის მოახლოებას უკავშირდება. დეტალები არც მოლარე პერსონალისთვისაა ცნობილი. მგზავრები გადაწყვეტილების უარყოფით შედეგებზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ ღამის რეისის გარეშე მგზავრობა მოუხერხებელი იქნება. ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ მატარებელი სრული დატვირთვითაც ვერ აუდის მგზავრების მომსახურებას, ღამის რეისის გაუქმება კი ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. 19-ისთვის ღამის მატარებელი არის თბილისის მიმართულებით. 19-ისთვის. 19-ში გაგებაში არა. უი, რატო? ველოდებით სეზონთან დაკავშირებით სრულდება. შეიცვლება გრანტი. და რამდენ ხანს არ იქნება? და როდის იქნება საბოლოოდ? ვერ გეტყვით, ჯერ არ ამობს არანაირი ინფორმაცია. არ მგონია კარგი იყოს ახლა, რატომ შეიზღუდება უფრო მოძრაობა, არ არის ესე? მარტო დღის მატარებლები ცოტაა. ვერაუვა, კი. აი უკვე დღის მატარებელი სავსე იყო.